ბევრი თარიღები აქვს ჩვენ უახლოეს ისტორიაში, სადაც სამაგალითო გმირების მოწმეები ვყოფილ ვარ და სამაგალითო და ძლიერი ბრძოლების გადამტანები ჩვენი ქვეყანა. ერთ-ერთი ესეთი ეპიზოდი იყო კამანში. როგორი მედგარი და გულიანი ადამიანები ცხოვრობდნენ იქ, როდესაც მიხვდნენ რომ სიჭარბე, წონი და თავდადებას თავის თავზე გამოიძახეს საარტილერიო ცეცხლი. ჩვენ გვერდზე მაცხოვრებელ მოქალაქეებს და ჩვენ ქვეყნის მაცხოვრებლებს ჰქონდათ ეს უპრეცედენტო გმირობის მაგალითები, ღმერთმა აცხოვნო თითეული მათგანი დიდება გმირებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის და თავისუფლებისათვის იბრძვის და იბრძოლა და შესწირა თავისთავი. იდეა, რომლის გამოც ამ ადამიანებმა თავი შეწირეს სამშობლოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ აღსრულებული იქნება ჩვენი მომავალი თაობა, ზოგადად საქართველოს საზოგადოება უნდა ახსოვდეს ის გმირები, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ იდეისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამთავრობო პრაგმატული პოლიტიკით აღნიშნული იქნება აღსრულებული და საქართველო იქნება ერთიანი. კამანში ვიყავით ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი ასეული, მესამე ასეული მერვე ბატალიონის ადგილობრივები და ადგილობრივების ნათესავები ძირითადად ჩამოსული ზოგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. 28 მებრძოლი დაიღუპა ამ დღეს. ჩემი ოჯახის წევრები 3 დამეღუპა, მამა, ბიძა ჩემი და ჩემი ძმა. ჩვენი მეთაური იყო ადგილობრივი მებრძოლი ზაზა პაკელიანი. ისიც იმ დღეს დაიღუპა და მასთან ერთად ყველა ჩვენი ძმები.